Თარღაულის სარესტავრაციო სამუშაოები და დაჩქარებული ტემპი ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, კერძოდ იშხანში გადაღებული ფოტომასალის მიხედვით ტაძრის ერთი კედელი თურქულმა მხარემ ქართველი სპეციალისტების გარეშე უკვე ააშენა. ქართველი სპეციალისტები ხელისუფლებას დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებენ. კულტურის სამინისტრო კი იშხანზე მიმდინარე სამუშაოების გართულებულ პროცედურებზე საუბრობს, რომლის მიზეზადაც მარინე მიზანდარი პრეზიდენტის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერის არარსებობას ასახელებს, რომლის მიზეზიც რამდენიმე დღის წინ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უკვე განმარტა. თურქეთის კეთილნებაზე დამოკიდებული ისტორიული ძეგლების ბედი და ოფიციალური თურქეთის პოზიცია მიმდინარე სამუშაოებზე ნახეთ ნინო არღულიანის და გურამ ბოჭორიშვილის სიუჟეტში. ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მაესტროს კამერამ იშხანი ხარაჩოებში 2013 წლის 8 აპრილს გადაიღო. ეს კი რამდენიმე დღის წინ გადაღებული ფოტოა. ქართველი სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე თურქულ მხარეს ტაძრის ერთი კედელი უკვე აშენებული აქვს. მარტივია საკითხი, რომ თუ თქვათ იგივე ახალციხის იქნება ეს ქობულეთის ხის მეჩეთი, ადიგენის რაიონში იყო კიდე რაღაც მეჩეთზე საუბარი. მე მგონი ძალიან მარტივია, რომ აქაც და იქაც შეიძლება თანამშრომლობა თურქ კოლეგებთან. ქართველი სპეციალისტების გარეშე შეუსაბამო მასალით, დარღვევებით, უხარისხოთ და ჩქარი ტემპებით იშხნის რესტავრაცია უნდა შეჩერდეს. ისტორიკოსი ბუბა კუდავა ფიქრობს, რომ მსგავს სიტუაციაში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად მხარეებმა ოპტიმალური გამოსავალი უნდა იპოვონ. ერთი რამ ფაქტია, ვიდრე ჩვენ შიდა გარჩევებში ვართ, ამ დროს თურქული მხარე არ ჩერდება და აგრძელებს სამუშაოებს. ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა სამუშაოები შეიძლება ითქვას, რომ წლის ბოლომდე ალბათ დასრულდება, შემდეგ ბევრი რამ უკვე ძალზე გვიან იქნება. ჯერ კიდევ 4 ივნის იშხნის კედელი ასე გამოიყურებოდა. ფოტომასალა მაესტროს ლევან წიქარიშვილმა გადასცა. იგი ისტორიულ ტაოს ხშირად სტუმრობს და ადგილობრივებზე დაყრდნობით ამბობს, რომ შესაძლოა სამუშაოები რეკომენდირებული 400 დღის ნაცვლად აგვისტოში დასრულდეს. ჩვენს მიერ მოთხოვნილი ასე ვთქვათ კიდევ არქეოლოგისა და გეოლოგიის ჩართვა. არქეოლოგი დააკმაყოფილდეს და იქ მუშაობენ არქეოლოგი, მაგრამ გეოლოგი როგორც აღნიშნეს, უბრალოდ იქ არ არის ჩართული ამ სამუშაოებში და დასავლეთ ფასადი, რომელიც არის საკმაოდ საოლოგო მდგომარეობაში და დასავლეთ მხარეს აქვს ძალიან დიდი ბზარი, გეოლოგიის გარეშე რომ დაშენდეს მას ესახურავი, შეიძლება გამოეწიოს ძეგლის ჩამოშლა მთლიანად. მიმდინარე სამუშაოების შესახებ ტექნიკურ დეტალებს არ ფლობს თურქეთის ელჩი საქართველოში. მურად ბურჰანი აკონკრეტებს, რომ მხარეებს შორის იურიდიული დოკუმენტის არარსებობის მიუხედავად თურქული მხარე მზად არის ქართულ მხარესთან ითანამშრომლოს. 2012 წლის დასაწყისში თურქი ექსპერტები რაბათის კომპლექსში ორჯერ იყვნენ. მოინახულეს ახმედიეს მეჩეთი. მათ ჰქონდათ შენიშვნები, რომელიც სამწუხაროდ გათვალისწინებული არ იქნა. ეს შენიშვნები დღესაც აქტუალურია. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ არის გარკვეული დარღვევები რესტავრაციის პროცესში, ჩვენ მზად ვართ კეთილი ნების საფუძველზე კიდევ ვითანამშრომლოთ ქართულ მხარესთან. თუ საჭიროა, ეს იქნება ისევ ექსპერტების მივლინება. თუმცა აუცილებელია, რომ მომზადდეს ის იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ამ ურთიერთობებს უფრო თავისუფალს გახდის. ბატონი ელჩი შეგვირდა, რომ კიდევ ერთხელ გაგვიწევს შუამდგომლობას, რომ სანამ ყველაფერი ასე ვთქვათ გაფორმდება და სანამ სამართლებრივი ჩარჩო გვექნება თანამშრომლობისა, ანუ ხელშეკრულების სახით, რომ კიდევ ეცდება ვთქვათ სასწრაფო გზით დაშვებული იქნენ ჩვენი სპეციალისტები იშხანზე მიმდინარე სამუშაო პროცესში. რესტავრაციის პროცესში ხარვეზების შესახებ ინფორმაცია კულტურის სამინისტროშიც აქვთ, თუმცა ოდიშარიას უწყებაში განმარტავენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებამდე იშხანზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერება რთული იქნება. მარინა მიზანდარის განცხადებით, სანამ მიხეილ სააკაშვილი დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ოფიციალური თბილისი თურქეთის კეთილი ნების იმედად არის. თქვენს გვიშუამდგომლებთ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, რომ მან გადმოგცეს თავისი კომენტარი და შენიშვნები, რათა ეს ხელშეკრულება საქართველოს მხარეს გასცდეს და გადაეცეს თურქეთის მხარეს. შენიშვნებისა და კომენტარებისთვის უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. შუამდგომლობის გარეშე თემის შესახებ 2 დღის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა. ანდრო ბარნოვის განცხადებით, ქვეყნის პირველი პირი ისეთ პროექტს ელოდება, რომელიც მისთვისაც მისაღები იქნება. ის დოკუმენტი, რომელიც მას წარმოადგენს, ითვალისწინებს ისეთ ცვლილებებს რაბათ-ციხეში, რომელიც სრულად გაუგებარია ის ინიციატივა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მეორე პრეზიდენტს ჰქონდა შეხვედრები როგორც თურქეთის პრეზიდენტთან, ასევე პრემიერთან. არნაირი პრეტენზია მათი მხრიდან არ დაფიქსირებულა. ჩვენ ვაჩვენებთ მათ როგორც სურათები და იყო ხანგრძლივი მუშაობა ამ საკითხზე. რატომ აქტიურობს ასე უცნაურად კულტურის სამინისტრო არის უცნაური და იმ განცხადებაში რაღაც მოყვანილი, ასე ვთქვათ, მოწოდება, რომ იმიტომ ჩვენგანელიან რამეს, არა, ეს არის მათი პროექტი. თვითონ შეიტანონ ამაში ცვლილებები. და ჩვენ ველოდებით სწორედ
ისეთ დოკუმენტს, რომელიც ჩვენც იქნება მისაღები. მიუღებელი და მისაღები დოკუმენტის მოლოდინში იშხნის რეაბილიტაცია შეუთანხმებელი პროექტის მიხედვით მიმდინარეობს. სპეციალისტების განცხადებით, ქართული მხარის უმოქმედობის შემთხვევაში პროცესი ქართველების გარეშე ჩაივლის. რესტავრაციას ელის ოშკიც სპეციალისტების მოლოდინში ძეგლი დღეს ასე გამოიყურება. პრემიერ-მინისტრის საგარეო შინაგან საქმეთა თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრები